რეზინის სამბარით მომუშავე თვითმფრინავები ფრენის უმარტივეს ფორმებს შორისაა. უბრალოდ ელასტიკის დახვევით შესაძლებელია დიდი რაოდენობის პოტენციური ენერგიის დაგროვება, რომელიც გათავისუფლების შემდეგ ქმნის საკმარის წევას ფრენისთვის. ეხლა ხან ვიყიდე ეს პატარა ქაფის სათამაშო თვითმფრინავი, რომელიც შეიძლება დამუხტო 10 წამზე ნაკლებ დროში მცირე ელექტროძრავის დასამუშავებლად. ეს ასე მუშაობს. მას შიგნით აქვს პატარა სუპერკაპასიტორი, რომელიც ინახავს პოტენციურ ენერგიას, როგორც რეზინის ზოლი, და შემდეგ ეს ენერგია გამოიყენება ძრავის დასამუშავებლად ფრენისთვის. მაგრამ არ იქნებოდა მაგარი, რომ ხელით შეგვძლებოდა მისი დამუხტვა. ამისთვის უნდა ავაწყოთ ხელით დასატრიალებელი გენერატორი, რომლითაც სუპერკაპასიტორს დავმუხტოთ. მაშასე, დავიწყე როტორის სამგანზომილებიანი ბეჭდვით, რომელზეც მაგნიტებს დავამაგრებ, ისე რომ მაგნიტური პოლუსები მონაცვლეობიხოს იყოს განლაგებული მის გარშემო. და ეს როტორი შეიძლება დამარდეს ღერძზე საკისრებით, რაც საშუალებას აძლევს მას დატრიალდეს. შემდეგ ხვია შეიძლება გაკეთდეს თხელი სპილენძის მავთულის დახვევით შაბლონზე, რომელიც იდეალურად მოთავსდება ორ მაგნიტურ როტორს შორის. ასე რომ, როცა მონაცვლე მაგნიტები ტრიალებენ, ხვიაში მაგნიტური ველი სწრაფად იცვლება, რაც ქმნის ცვლად დენს, რომელიც მულტიმეტრზე ვოლტაჟად ჩანს. მაგრამ იმისთვის, რომ 4 ვოლტზე მეტი მივიღოთ, საჭიროა როტორის ბრუნვის სიჩქარე გავზარდოთ. ამიტომ გენერატორისთვის კორპუსი გავაკეთე, რომელიც საშუალებას მაძლევს, რომ ბერკეტზე კბილანა ბორბალი დავამაგრო. ეს გადაცემათა თანაფარდობა ნიშნავს, რომ ნელა ბრუნვისას დიდ ბრუნვის მომენტს შევიტან და მაგნიტები ბევრად უფრო სწრაფად დატრიალდება. ეხლა უკვე 7 ვოლტზე მეტის გენერაცია შემიძლია. ამ ვოლტაჟის კიდევ უფრო გასაზრდელად კიდევ 7 ხვია დავახვიე და ისინი ცენტრალურ სამაგზე მივაწებე. შემდეგ ისინი შეიძლება დავადუღოთ ისე, რომ 2 იყოს სერიაში და 4 პარალელურად, რათა იმედია გავაორმაგოთ გამოსავალი ვოლტაჟი და გავზარდოთ გამომავალი დენი. ამ დენის გენერატორის ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ის წარმოქმნის ცვლად დენს მაგნიტური პოლუსების ცვლის გამო. ამიტომ მივარჩილე რამდენიმე დიოდი სრული ხიდის რექტიფიკატორის შესაქმნელად, რომელიც გადააქცევს კოჭებიდან მიღებულ ცვლად დენს მუდმივ დენად გამოსავალზე. ეხლა შეგვიძლია მივიღოთ დაახლოებით 17 ვოლტი, რაც ამ პროექტისთვის საკმარისი უნდა იყოს. სხვათა შორის, თუ გსურთ მეტი ინფორმაცია ამ ხელით სატრიალებელი გენერატორის შესახებ, მე მეორე არხზე ვიდეო გადავერე, სადაც უფრო დეტალურად ავხსენი, როგორ წარმოქმნიან მაგნიტები ცვლად დენს და როგორ მუშაობს სრული ხიდის რექტიფიკატორი ცვლადი დენის მუდმივ დენად გადასაყვანად. ბულს ქვემოთ აღწერაში დავტოვებ, ან ვიდეოს ბოლოს გამოჩნდება. მცირე კონდენსატორის თვითმფრინავის დასატენად ჯერ დავაშალე ბატარეის დამტენი პაკეტი და მისი კონექტორი გამოვიყენე გენერატორისთვის ადაპტერის ასაწყობად. შემდეგ კი შემიძლია თვითმფრინავის დახვევა დავიწყო, თითქოს რეზინის თვითმფრინავი იყოს. ხოლო ამჯერად სრულად დასატენად საკმარისი იყო მხოლოდ 9 ბრუნი. კარგი, მოდი ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს მინი სუპერკაპასიტორიანი თვითმფრინავი. უბრალოდ სწრაფად დავტემოთ. და აი უკვე მზადა, უკვე 3 ვოლტზეა და კარგი, ეს უფრო შორს წავიდა ვიდრე ველოდი. კარგი, ცოტაოდენი საჭი სტრიმი დავამატე, რომ იმედია წრეზე იაროს და არ გაქრეს სადღაც შორს. მოდი დავტენა და ვნახოთ, შევძლებ თუ არა ნორმალური ფრენის დროის მიღებას ამ მოწყობილობით. კარგი, უცდი კამერით გადახებას. კარგი დაჯდმა. მართლა მაგარია, რომ ამ პატარა თვითმფრინავს უბრალოდ ხელის სახელურის რამდენიმე წამის ტრიალით დატენო შეუძლია. მაგრამ როგორც ალბათ ხედავთ, ხელის გენერატორი ამ პატარა სათამაშოსთვის ზედმეტად ძლიერია. მოდით ახლა უფრო დიდ თვითმფრინავს გავაკეთეთ. ეს არის 3 ვოლტიანი 100 ფარადიანი სუპერკაპასიტორი. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ეს არის ლითიუმის ბატარეა მსგავსი ზომის და მიუხედავად იმისა, რომ ორივე ინახავს ელექტროენერგიას, ამას სრულიად განსხვავებული გზებით აკეთებენ. კაპასიტორს შეუძლია დააგროვოს დაახლოებით 0.125 ვატ-საათი, მაგრამ ბატარეას შეუძლია დააგროვოს დაახლოებით 10 ვატ-საათი, რაც დაახლოებით 80 ჯერ მეტია. კაპასიტორი ბატარეაზე ნაკლებს იწონის, მაგრამ ენერგიის სიმკვრივის მხრივ მაინც ძალიან სუსტია. მაგრამ იქ, სადაც სუპერკაპასიტორი ბატარეას ჯობნის, არის მისი სწრაფი დატენვისა და განტვირთვის სიჩქარე, რადგან ის ინახავს ენერგიას როგორც მუხტს ორ გამტარ ფირფიტას შორის, რაც განსხვავდება ბატარეაში ქიმიური შენახვისგან. ეს ასევე ნიშნავს, რომ კონდენსატორის დატენვა ბევრად უფრო მარტივია, რადგან ლითიუმის ბატარეას სჭირდება მუხტის, დენისა და ძაბვის ფრთხილი მართვა, რათა არ აფეთქდეს და ცეცხლი არ გაუჩნდეს. მაშინ, როცა თუ სუპერკონდენსატორი არ გადააჯარბებს მის ნომინალურ ძაბვას,
ის უნდა შეძლოს ნებისმიერი ელექტრული ცხაროდან დატენვა, რაც მას იდეალურს ხდის ხელის გენერატორით დასატენად. მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს. სუპერკონდენსატორებს აქვს დაბალი ნომინალური ძაბვა, მხოლოდ 3 ვოლტი. ამიტომ მე გამოვიტანებ 6-ს. კონდენსატორების ერთმანეთზე წებოვნებით შემიძლია ისინი სერიაში დავადუღო, რათა ნომინალური ძაბვა ავიყვანო 18 ვოლტამდე. ეს ამცირებს პაკეტის საერთო დევადობას, მაგრამ ახლა შენახული ენერგია არის 0.75 ვატ-საათი. და მათი სერიაში დადუღება ნიშნავს, რომ საჭიროა ბალანსის კაბელი, რათა თითოეული კონდენსატორის ძაბვა დარეგულირდეს და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ძაბვის გამო დაზიანება. შემდეგ ისინი შეიძლება შეფუთონ სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილი ბოლო თავსახურებით და დანცავი თერმოშრინკით, სანამ დამუხტვისა და განმუხტვისთვის კვების კონექტორს მიადუღებენ. ეხლა გვაქვს სუპერკონდენსატორის პაკეტი, რომელიც იწონის 166 გრამს და აქვს იგივე ენერგიის შენახვის უნარი, როგორც ამ 3 გრამიან მონეტა ელემენტს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს პატარა რაღაც ცეცხლში გაეხვევა, თუ კონდენსატორების გამომავალი სინძლავრის გათანაბრება შეეცდება. მოდი ავაგოთ თვითმფრინავი მის გარშემო. დავიწყე სუპერკონდენსატორების მოდელებით OnJPit OnShape-ში, რომელიც არის ღრუბლოვანზე დაფუძნებული CAD პროგრამა და მუშაობს თქვენს web browser-ში. და ეს მაძლევს საშუალებას კონდენსატორების გარშემო აეროდინამიკური ფიუზელაჟი დაუპროექტო. როტერზე დაიბეჭდოს სულ მცირე მანამ, სანამ ბეჭდვა არ ჩაიშალა. ეს ფიუზელაჟი ისეა დაპროექტებული, რომ ძრავი წინა მხარეს დამაგრდეს, მაგრამ მცირე ზედაპირის გამო ბეჭდვა საბეჭდი პლატფორმიდან მოსთდა. თუმცა მაინც სწორად გამოთვალე სუპერკონდენსატორების ზომები, რადგან ისინი იდეალურად ეტევა შიგნით. ამიტომ თავიდან დაუბეჭდე ახალი დიზაინი უფრო დიდი ცხვირის ზედაპირით საბეჭდ პლატფორმაზე და ბეჭდვა წარმატებით დასრულდა. მაგრამ ამჟამად ეს დიდი ცხვირი ძალიან აეროდინამიკური არ არის. ამიტომ გავაკეთე ეს საფარი, რომელიც ქმნის გლუვ გადასვლას ძრავსა და ფიუზელაჟს შორის და ამავდროულად მალავს ყველა მავთულს. შემდეგ დავმონტაჟე ყველა რადიომართვის მოწყობილობა და ძრავის სიჩქარის კონტროლერი, სანამ სუპერკაპასიტორის პაკეტს ჩავამაგრებდი, რომელიც ფიუზელაჟის უმეტეს ნაწილს იკავებს. კარგი, მოდი ვნახოთ, შევძლებ თუ არა სუპერკაპასიტორების დატენვას, რომ ყველა რადიომართვის მოწყობილობა და ძრავი ამუშავდეს. პირველ რიგში შეერთე გენერატორი და დაიწყე დატრიალება. კარგი, კაპასიტორები დავტენე 8 ვოლტამდე, რაც მათი მაქსიმალური დასაშვები ძაბვის თითქმის ნახევარია. ეხლა გამოაერთე გენერატორი და კაპასიტორები შეერთე ძრავის კონტროლერთან და ყველაფერი უნდა ჩაერთოს. ეხლა თუ გაზის ბერკეტს გადავწევ, ძრავი უნდა დატრიალდეს. სრულყოფილია, სწორია. ეხლა მოდი გადავამოწმოთ უკანა რადიომართვის აპარატურა. ყველა სერვო კარგად მოძრაობს. ეხლა მინდა შევამოწმო, რა ძაბვაზე ჩერდება ძრავა, რადგან სერვოები და რადიომართვის აპარატურა მინიმუმ 5 ვოლტზე მუშაობს. ასე რომ, თუ ეს იმუშავებს და კონდენსატორებს ხუებს 5 ვოლტზე ნაკლებზე დაიცლის, თვითმფრინავზე კონტროლს დავკარგავ, ასე რომ იმედი მაქვს ეს არ მოხდება. კარგი, ეს არის კონდენსატორების მიმდინარე ძაბვა და როგორც ხედავთ, ისინი იცურება და ახლობით ყოველ წამში 0.01 ვოლტით მცირდება. რაც მხოლოდ რადიომართვის აპარატურას ამუშავებს. მაგრამ მოდი ჩართოთ ძრავა და ვნახოთ, რამდენად სწრაფად დაიწევს ძაბვა. კარგი, როგორც ჩანს, ყველაფერი ითიშება, როცა ძაბვა დაახლოებით 6.5 ვოლტამდე ჩამოდის. ასე რომ კითხვა ასეთია: სერვოები ისევ მოძრაობს? როგორც ჩანს, მოძრაობს, რაც კარგია. არ ვიცი, რამდენი დრო მექნება. ასე რომ თქვა, თუ ძალიან მაღლა აუფრინდები ძრავით და შემდეგ ის გამოირთვება 6.5 ვოლტზე, რამდენი დრო გვექნება, რომ პლანირებით ქვემოთ დავეშვათ, სანამ კონტროლს დავკარგავთ? ეხლა ხან 5 ვოლტზე ქვემოთ ჩამოვედით და ჩემი რადიო გიჟდება, რადგან სიგნალს კარგავს. ხო, 5 ვოლტი ნამდვილად მინიმალური ძაბვის ზღვარია, ასე რომ ვფიქრობ, სანამ დაეშვება, კონტროლს შევინარჩუნებ. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება. თვითმფრინავის ფრთებისა და კუდისთვის გადავწყვიტე გამომეკენებინა ის, რაც ჩემს წინაჰაერზე მომუშავე თვითმფრინავის პროექტისთვის მქონდა აშენებული. რადგან ისინი მსუბუქია, ეფექტურია და მათი აშენება საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რაც ამ პროექტისთვის ხარჯსაც და დროსაც დამიზოგავს. ეს ნაწილები მარტივად მაგრდება ახალ ფიუზელაჟში და კაბელებით შეიძლება მიერთეს კუდის მართვისთვის. ბოლოს ძრავზე მიმაგრე დასაკეცი პროპელერი, რათა დაშვებისას დაზიანება ავიცილო.
და ეხლა მზად არის ტესტისთვის. მოდით ეს უბრალოდ შევაერთოთ გენერატორში და დავიწყოთ დატრიალება. კარგი. გამოაერთე გენერატორი. Supercapacitorიანი თვითმფრინავის პირველი ლის სატესტო ფრენა. იდეალურია. მას საკმარისი სიმძლავრე აქვს. უკვე ბრძნობ, რომ სიმძლავრე იკლებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნებისმიერ წამს გაითიშება. მოდით ცადოთ და სიმაღლე მოიმატოთ. კარგი, აქ გასკავთიშავ უსაფრთხოებისთვის და ვნახავ რამდენად კარგად პლანირებს. პროპელერი ჯერ კიდევ ტრიალებს. სჯობს ვიდრე ველოდი. ეს პირობები საშინლად ცუდია. კარგი, მოდი დავტენოთ და კიდევ ერთხელ ვცადოთ სატესტო ფრენა. მგონი და გასუმატებ. შეიძლება ვნახო ამ ფრენაზე რამდენად მაღლა ავწევ. და მერე უბრალოდ შეგვიძლია პლანირებით დავეშვათ ქვემოთ. კარგი, ძრავა უბრალოდ გაითიშა. ცოტა გამაღიზიანებელია, რომ პროპელერის ქარისგან ტრიალი თვითმფრინავის წინააღმდეგობას ძალიან ზრდის. მოდით კიდევ ერთ წრეს ვცადოთ და შემდეგ დავეშვებით დასაფრენად. კარგია. ეს დასაკეცი პროპელერი ნამდვილად გამოსადეგია. პროპელერისა და ცხვირის დასაცავად. ძალიან კარგად მუშაობს. ასე რომ ხელი დატენვის შემთხვევაში დატენვის დრო ოდნავ მეტია 2 წუთზე. ეს სუპერკაპასიტორული თვითმფრინავი კი ძრავით უწყვეტ ფრენას თითქმის 2 წუთამდე ინარჩუნებს. ამიტომ თუ ოდნავ უფრო სწრაფად დაატრიალებ და ფრენის პირობებიც უკეთესი იქნება, შესაძლებელია ხელით დატენვისა და ფრენის დრო ერთ-ერთზე იყოს, რაც ჩემი აზრით საკმაოდ მაგარია. ეს იდეალური დრო იყო. ენერგია ზუსტად მაშინ ამოიცურო, როცა კამერის წინ აღმოჩნდა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თეორიების პრაქტიკაში გამოყენება, როგორც ამ პროექტში. მაგრამ ასეთი პროექტების შექმნა მარტივი არ არის. თუმცა ბრილიანტი დაგეხმარება თუ გსურთ მათემატიკის, მონაცემთა მეცნიერებისა და კომპიუტერული მეცნიერების ინტერაქტიულად სწავლა. ასევე ათასობით სხვა გაკვეთილის მიღება საბაზისო დონიდან დაწყებულ მოწინავე თემებამდე. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ თემის შესწავლის საუკეთესო გზა არის მისი გამოყენება ისეთ რამეში, სადაც შედეგებს საკუთარი თვალით დაინახავ. The Brilliant-ის გაკვეთილების ინტერაქტიულობა ნამდვილად გეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში. მაგალითად, როგორ სწავლობ, რომ შენი ტელეფონი იყენებს სატელიტებიდან მიღებულ დროებს შენი ზუსტი მდებარეობის დასადგენად დედამიწაზე. ან როგორ სწავლობ მარსის როვერის კოდირებას. Brilliant-ი ყველაფერში დაგეხმარებათ. თუ ეს შენთვის საინტერესოა, შეგიძლია დაეწყო სრულიად უფასოდ 30 დღის განმავლობაში. უბრალოდ ეწვია webგვერდს brilliant.org/Tom Stanton. და პირველი 200 ადამიანი, ვინც დარეგისტრირდება, მიიღებს 20%-იანი ფასდაკლებას პრემიუმ წლიურ გამოწერაზე. ასე რომ გადადით და ნახეთ Brilliant ქვემოთ აღწერაში მოცემულ ბულზე.